იქ მინდა ერთი განმარტება გავაკეთო. ორი ძალის ჩამოყალიბება გადაწყდა ეხლა ნატოს სამიტზე. ანუ ნატოს სამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ნატოს წევრებისგან დაკომპლექტებული სწრაფი რეაგირების ძალებით შექმნას, იმასთან ერთად ერთი ხოლგის ქვეშ ზოგადად ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც გაცხადებული იყო და ბოლო ერთი წლის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მიუერთდება. ანუ ეს ასეული იქნება ჩვენთან გათავსებული, მაგრამ სერტიფიცირებული გავლილი ექნება ის, რაც ყველა დანარჩენ ნატოს წევრ ქვეყანას და პარტნიორ ქვეყანას და გადაწყვეტილების შემთხვევაში მათი სწრაფი განთავსება მოხდება კრიზისულ ადგილას და დანარჩენ პარტნიორებთან ერთად. ანუ უკვე შემუშავებული იქნება რა მართვის მექანიზმები, კონტროლის მექანიზმები, ხელმძღვანელობა და მუდმივ ტრეინინგებს გაევლება. ანუ ეს არის ის ძალა, რომელიც ჩვენგან მოთხოვნის შემთხვევაში ნატოს ოპერაციაში ნებისმიერ წერტილში მიიღებენ მონაწილეობას. ამას უერთდებით 2015 წელს. მეხუთე მუხლი. და საინტერესო შეკითხვაა მეხუთე მუხლი ახლა ნახსენეთ, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ვინდა მოვიახლოვოთ მიწვევა ნატოში და გაწევრიანების პერსპექტივა, აუცილებლად უნდა სერიოზული მსჯელობა დაიწყოს ამ საკითხზეც. თუ როგორ ხედავთ ჩვენ მეხუთე მუხლის ამოქმედებას იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ტერიტორიის 20%-მდე ოკუპირებული აქვს რუსეთს. ამაზე სერიოზული მსჯელობა არის საჭირო. მოსაზრებები რამდენიმენაირი არსებობს, ამიტომ მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ, მაგრამ ძალიან მარტივად დასახსნელი მაგალითი ჩვენი პარტნიორებისთვისაც არის გერმანია. როდესაც დასავლეთ გერმანია გახდა ნატოს წევრი, მაშინ როდესაც საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო აღმოსავლეთ გერმანია. ანუ პრეცედენტი არსებობს, ანალოგია არსებობს, აქედან გამომდინარე, ამ 2 წლის განმავლობაში ჩემი აზრით ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს, რომ დავამუშავოთ ეს თემა, არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ მთელმა საზოგადოებამ, ვისაც ამ კონტრიბუციის რესურსი აქვს ამ ასე ვთქვათ დისკუსიაში და შემდეგ უკვე დავიწყოთ ამის შეთანხმება ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან. მშვიდობიანი დაბრუნება სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ ვიად გამოცხადეთ ყველა დონეზე წინა ხელისუფლებამაც, ახალმა ხელისუფლებამაც, რომ აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა მოხდეს. ეს არის ძელვადიანი და მტკივნეული გზა, ყველამ შევთანხმდეთ, ეს არ მოხდება 1 წელიწადში, 2 წელიწადში. ის შესაძლებლობები მე ვეთანხმები ერენეს გაჩნდა ეხლა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავანახოთ აფხაზებს, რომ ჩვენ თვითონ დემოკრატიული განვითარების გზაზე უკვე შეუფერხებლად წინ მივდივართ. ანუ არ იქნება მოტრიალება იმ პერიოდისკენ, რომელიც მათ ახსოვს საქართველოს 90-იან წლებში და მეორე. უნდა დავანახოთ პარტნიორებთან ერთად, რომ ევროპისკენ და ნატოსკენ შეუქცევადია ჩვენი გზა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმ პროგრამებთან, რასაც სახელმწიფო მინისტრი და ხელისუფლება ახორციელებს ჰუმანიტარული, სამედიცინო და სხვა კუთხით, მათთან დონის აღდგენის კუთხით, ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, არ მინდა დავასახელო წლები, ეს წარმოუდგენელია, რომ ეხლა ეს განჭრიტო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის ყველასთვის მოსასწრებ პერიოდში მოხდება ისეთ დონეზე ჩვენი ურთიერთობების ასე ვთქვათ დაახლოება, რომ ერთიან სახელმწიფოში, ერთიან საზღვრებში თანაცხოვრებაზე და თანაარსებობაზე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელი იქნება შეთანხმება. საქართველოს თავის ისტორიის მანძილზე ბევრჯერ ყოფილა დანაწევრებული, მაგრამ ასევე ქართველებს გამოერთიანებია ეს ქვეყანა. ასე რომ მე ისტორიული გამოცდილება და დღევანდელი შესაძლებლობა მაძლევს ამის თქმის საშუალებას. ბაზაზე გითხარით, ხა რუსეთი, რაც შეეხება ნატოს ასე ვთქვათ ვეტოს უფლება, უნებრივია დეკლარირებულად ამის გარდა სხვა პასუხს ვერც ერთი ნატოს ჩინოვნიკი ვერ ითქმის და ვერ გაქცევს, მაგრამ ჩვენ გვექნებოდა ხშირად წარმოჩნდება, რომ რუსეთის ფაქტორი იყო ის, რაც ზოგიერთ ალიანსის წევრს საქართველოსთან დაკავშირებით, მის გაწევრიანებასთან თუ მეფის მიცემასთან დაკავშირებით პოზიციის ფორმირებაში ითვალისწინებდა საქართველოსთან მიმართებაში და ასე მოლდოვაც ამბობ და ასე შემდეგ. მე მგონია, რაც აქ აღინიშნა, რამაც აღინიშნა, თვისობრივი ცვლილება მოხდა მსოფლმხედველობრივი უკრაინის ამბების შემდეგ ნატოში და მათ შორის ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე კარგ ძლიერ მეგობარში, როგორც არის გერმანია. რომ გერმანიაში არსებობდა მოსაზრება და ეს მოსაზრება იყო პრინციპში გამეფებული, რომ მათ შეუძლიათ პუტინის რუსეთის დემოკრატიზაცია, დიალოგი, სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ეს დასამართა ეს მოსაზრება.
და მიხვდნენ რომ პრინციპში ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებით მათ ტყუილებით ყვებავდა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ამ კუთხით ნატო იყო განსაკუთრებული სამეთი. ერთსულოვნება მთელი ნატოსი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ერთობა რომ დაფიქსირდა ამერიკელებსა და ევროპელ პარტნიორებს შორის. აქედან გამომდინარე ფანჯარა შესაძლებლობების უფრო გაიზარდა. საფრთხე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბუნებრივია ჩვენ გვექნება უახლოეს პერიოდში, ვიდრე პუტინი არის ხელისუფლებაში, ეს 204-ია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაგვეცდა შესაძლებლობები, მეტი თავდაცვითი შესაძლებლობები შევიძინოთ და რაც მთავარია, ადგილზე ჩვენთან საქართველოში გავაჩინოთ ნატოს ქვეყნების და მათ შორის როგორც ორგანიზაციის საწვრთნელი ბაზა. ეს გარკვეულ შემოგავლად ფაქტორს წარმოადგენს. მაგრამ ბუნებრივია, ვიდრე არ გვექნება ნატოს, ვიდრე არ გავწევრიანდება და არ იქნება ჩვენი ქვეყანა დაცული მეხუთე მუხლით, ნატოს ჩართვა სამხედრო ოპერაციებში წარმოუდგენელია და ილუზორულია, ეს არ მოხდება. თქვენ გამომდინარე, რა ჩვენი ამოცანა? ჩვენი ამოცანა არის მეტი უსაფრთხოება, ვიდრე გავხდებით კოალიციური, ასე ვთქვათ, თავდაცვის ორგანიზაციის ნაწილი, მანამდე მეტი უსაფრთხოება ჩვენი ინსტრუმენტები გავიჩინოთ და რაც მთავარია, არ წამოვეგოთ ისეთ პროვოკაციებს, როგორ პროვოკაციებზეც წამოგვაგეს რუსებმა 90-იან წლებში. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების პოლიტიკა, რომ არ მივცეთ მიზეზი რუსეთს ესკალაციაში შევიძროს და ამავდროულად ჩვენი გზა ნატოსკენ, ევროკავშირისკენ გავაგრძელოთ, არის ყველაზე გონივრული და მე მგონია, რომ გარკვეულ შედეგებს ამ ინტეგრაციის გზაზე ჩვენ მივიღებთ. დიდი მადლობა. Потом пока, как водогорец, так как сама прекрасно написала. მონიტორების საზღვარზე შვეიცარიის კლიმატთან იყო ნახსენები იყო ხაშკული გადადებული. ბოლომდე მიმდინარეობს როგორც ვერცი ფინანსთა სამინისტრო ჩართული ეკონომიკის სამინისტრო და საგარეო სამინისტრო. ბერკითხები დარჩა წინა ხელისუფლებიდან რამდენად როგორი იყო გამოყენებული რა პროცედურები გამოცემდებოდა და დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ თემა დახურული არა, მაგრამ არც ფინიში არ ჩანს. ანუ რაღაც არის დაკავებული კითხვები და ამ კითხვების პასუხს ეძებენ მხარეები. მე მგონი რომ ეს თავისთავად ეს ფენომენი შეიძლება საინტერესოდ გამოგვადგეს მომავალში თვითების გატარებაზე უკვე სხვა კონტექსტზე გამომდინარე თუ მოხერხდება და მაგალითად ეგრეთის ბაზრობაზე ლაპარაკია გაიქცევა შემდეგ შეიძლება ახალი რაღაცებს შეეძინოს, მაგრამ ჯერჯერობით სამგუნდოვანია საბოლოო შედეგი ამ პროექტისა. Davul mai საგარეო სამინისტრო როგორც ასამბლეის პოლაპარაკებებს, რაც შეეხება ეთნიკურ საკითხს, ბატონი ირაკლი გასცა, პასუხი ძირითადად მე არა ვარ მოხრე კოტებისა, რომ ადამიანის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია, უნდა ეკავოს ამდენი ადგილი ამ ადგილებში, ეს უნდა იყოს ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებაზე გადავდივართ სამოქალაქო ღირებულებებზე და ქვეყანაში უნდა იყოს სწორედ სამოქალაქო პრინციპებზე ურთიერთობები გამორიცხული უნდა იყოს ამას ვებრძოლოთ რათა არ მოხდეს ეთნიკური ან სხვა ნიშნით რელიგიური სხვა ნიშნით დისკრიმინაცია მაგრამ სხვა მხრივ ყველა მოქალაქეს სანასწორი პირობები უნდა ჰქონდეს განვითარების წარმატების საფრთხო ჩემი გითხრათ რომ ჩემს სამინისტროში ყველა ვაკანსია ხოლმე კონკურსის წესით ივსება რაც ჩატარებულდა საერთოდ გამოცხადებული უკვე რამოდენიმე თვეა კონკურსი სამხედრო ჯავახეთში ჩემს წარმომადგენლის და ვერ პოულობთ ადამიანს რომ იცოდეს ქართულის და სომხურის ეთნიკურად კარგად არ არის ვერ პოულობთ ადამიანს ასე რომ მინდა რომ მართლაც შევხვდები ბატონი პოზიციას უსაჭიროა მე მაქსიმალურად მეტი მონდომება რათა ვიყოთ მაქსიმალურად კომპლექტნარიანები და დავუკვირდებით რომ ჩემთან სამსახურობენ სომხებიც აზერბაიჯანელებიც აფხაზებიც მაგრამ ისინი არ ამიტომ მსახურობენ რომ ისინი არიან სომხები აზერბაიჯანელები და აფხაზები არ იმიტომ რომ შეესაბამებიან რაღაც გარკვეულ სტანდარტებს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს და მინისტრი რომ იყოს ეთნიკურად სხვა წარმომადგენელი მაინც აფხაზისთვის ყველა ქართველი იქნება ჩემი გამოსცემელი გეუბნებით ამას მათი ენა ისე დაცული საქართველოში თვითონ აფხაზეთში არა დაცული კონსტიტუცია ჩვენი და საკმაოდ ბევრი პრეფერენციები უკვე ჩადებული გვაქვს და ჯერჯერობით მკვდარი ნორმებია, მაგრამ უკვე სახელმწიფო ბევრი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ჯერჯერობით ისინი ამას აკრიტიკულებას აქცევენ, მაგრამ მე ამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ამოშავდება.
მშვიდობიანი გზით ტერიტორიების დაბრუნება სხვა ალტერნატივა არ არსებობს. უნებრივია მოიყვანა დაბადებას მაგალითი გერმანიის და შვენიერი მაგალითი, ეს ახლახანს მოხდა. მართლა კონფლიქტებში ძალიან ხანძლივი დროა საჭირო გავიდეს, რათა ნაბიჯი გადაიდგა, შემდეგ ნაბიჯი შემოწმეს ავსტრალოდ გადაიდგა. ყველაფერს უნდა წლები გერმანიის გაერთიანება ერთი მშვენიერი მუშია, ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითი, აჩეხის პროვინცია ინდონეზიაში არის სამხრეთ აფრიკის მაგალითი, სადაც საკმაოდ მოლაპარაკო სისხლიან კონფლიქტებს, სადაც მართლა მხარეები დაკრესტილებული იყვნენ თავმდაბლ სისხლძვრელ ურთიერთობებში და არსებობს დინამიკა, არსებობს მოგვარების სერიოზული ტენდენციები. ასე რომ მე ხმარობს, რომ კვიპროსი თითქმის მოგვარდა 2004 წელს რეფერენდუმი მივიდა საქმე და რეფერენდუმის უცნაური შედეგი მივიღეთ, ამასაკე ალბათ იცით ეს შედეგები როგორია. ასე რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ყველა კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორი იმპერიების ნანგრევები და ნაკონსტიტუციური კონფლიქტებია ყველა ეს. ანუ ეს ვერ შეიძლება ყოფილიყო მე-19 საუკუნეში მე-20 საუკუნის იმპერიები იყოს არის ტიპიური იმპერიების გრევის შედეგად შექმნილი კონფლიქტები. ამ ფონზე მე მგონია რომ ჩვენ საკმაოდ სერიოზული პოტენციალი გაგვაჩნია, რესურსები გაგვაჩნია, რათა რომა ისეშონები ასე დაგროვდა ჩვენ იგივე 90-იან წლებში რომ 8 წელს და არ მიგვეცა რუსეთისთვის მისი აგრესიის რეალიზაციის საშუალება, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს კონფლიქტები ან ვერ ჩამოყალიბდებოდნენ ინფორმაციას მივიღეთ ყველა საშუალებამ და ძალიან შედარებით უფრო სულკათ მოგვარდებოდა მათი მოგვარება, ჩვენ ამაზე ბევრი მოგვარებული არ დაწყებული კონფლიქტები ევროპაში და ამიტომ გონიერი კონფლიქტი არ გვხვდება. გონიერ ხელისუფლებას არ მიხავს საქმე კონფლიქტთან. ის ითვალისწინებს თავის უმცირესობის ინტერესებს, იმდენ დაკმაყოფილებს მათთან ურთიერთობებს აბავს ქვეყნის მართვაში და უამრავ ამბის გავს, რომ არ კონფლიქტები არ მიდის საქმე და თუ მიდის უკვე შედარებით იოლად დაგვარება გაქვს. ჩვენ ძალიან ღრმად შეუშვით ეს კონფლიქტები, სამართლებრივად რა თქმა უნდა, გასწრაფად შეფავთობთ პროდუქტი და უფრო დიდხანს გიჩნდება ამის მოგვარება, ამიტომ მე ხმათა დაწუნებული მშვიდობიანი გზით ჩვენ აუცილებლად მოგვარდება, იმიტომ რომ პოტენციალი ამისი არის მართლა როჭდება, ამას ეს უკვე სხვა ჩვენ ქართველები სუსტაფებულად და საფათბლეთ გაკეთებად, ამიტომ 20 წელი პრაქტიკულად დავკარგეთ ამის გამო. კითხვა მოსახალხეთა და მოვლენები და ჩვენ არაფერი არ ვაკეთებთ, არაფერი საკუთარ დავიჭერთ მოვლენებს, საფათ იცვლება განცხადებებში. და მე განცხადებები იცვლება, ერთადერთი მოვლენა საფათ ხუთზე ეს იყო ანკვაბის მოვლენილი საფათ გადადგომა. ანუ მოსალოდნელი იყო ის იბრძოლებდა და რაღაც იქნებოდა ყევები, რაღაცეები, მაგრამ ყველა მოვლენილას მისთვის ალბათ საკმაოდ საფათ წავიდა. დანარჩენი ყველაფერი რაც ხდება არის განჭრეტადი, ყველაფერი ეს წინასწარ შეიძლება ჩანდეს და განცხადებებზე ჩვენ განცხადებებით არ პასუხობთ, ამიტომ ჩვენ თავი რა მოქმედებები, ჩვენ თავი ამოცანა დავიცვათ მოსახლეობა ადგილზე, მთელი მოსახლეობა როგორც სკინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში, განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობა როგორც არის ეთნიკური ქართველების სიტყვაზე საოკუპაციო ხაზებთან მოსახლეობაში ისე სიგარის რაიონში ჩვენ ამას ვახერხებთ. ეს არ არის იული ყოველდღიური მუშაობა, ეს არის ჩვენ ბუში მოგობრებთ შვიდათა ვართ, ყოველდღე მოდის ინფორმაცია, ყოველდღე რეაგირებთ. როგორც პოლიტიკა ის მithumetes კონფლიქტის მოგვარება არის ყოველდღიური პროცედურა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან დაზაბული პროცედურები თავს ყველაფერს, მაგრამ ვთვლი რომ პოტენციალი რაღაც ექსკალაციისაკენ რუსების ხელში უფრო და აფხაზების ხელში სიტყვაზე, ვიდრე ჩვენ ხელში მშვიდობის პოტენციალი. ნამდვილად მე მიმაჩნია, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ამართლებს და სწორედ რეაქცია რუსეთისა ამაზე მეტყველებს და რაზეც იყო იგივე კითხვა, სახელი შეცვლა და შერიგება და რას გვაძლევს ეს ჩვენ ყველაფერი და რატო იქნება რუსეთსაც უნდა ვკითხოთ, რატო ჭირდება რუსეთს იგივე ვითომ და რაღაც ნატოს მაგვარი ალიანსის შექმნას არ არსებობს სასაცილოა, რომ აფხაზეთში არმია არ არსებობს. არანაირად არსებობს ოფიცერები, რომლებიც ჯარი არ აქვს სიტყვაზე. ანუ უამრავი ეს ყველაფერი ჭირდება რუსეთსა და ახალ გამოწვევებს ჩვენ ვქით უკვე. არა საქართველოს, არამედ სოფლიო. მათ შორის საქართველოს. ნატო, ანუ ჩვენ არ გვიქნის უკვე რუსეთმა იმდენად გადალახა ყველა წითელი საზღვარი, რომ უკვე ეს არის მისი რეაქცია სოფლიოში არსებულ რაღაც რეალობაზე. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა პირველ რიგში არ ავყვეთ პროვოკაციას, ემოციებს ჩვენ საკუთარს და არ ჩავებათ იმ სახიფათო ტურბულენტობაში, რაც შეიძლება რუსეთს აწყდეს. ამიტომ ამ ფონზე რა არის გაერთიანებული არმია, როგორც ბუნებაში არ არსებობს. ეს ისე და ისე რა თქმა უნდა არის ოკუპაციის, საოკუპაციო რეჟიმის გამყარება. ანუ ეს ნაბიჯები ისევ და ისევ გვაწყობს ჩვენ, რაც ხაბადულები თქვა, რათა
გამოვიყენოთ, რათა სოფლიოს ვაჩვენოთ თუ რა არის რეალური რუსეთი. ეს მართლა დამოკიდებულება კი არა აფხაზეთს, არამედ სწორედ არის ოკუპაციის ერთად, ანუ ყველა ეს ნაბიჯი რუსეთი ამას გავს კიდევ და ამყარებს სოფლიოს დამოკიდებულებას რუსეთის როგორც აგრესიული სახელმწიფოს მიმართ, ამიტომ არსებითად არაფერი არ იცვლება, არსებითად გინდ ქოთანს აქედან მოაყური რუსეთი ცდილობს ამ ფორმით როგორმე შეინარჩუნოს აფხაზეთის პირობებში აფხაზეთის მოსახლეობა ცხილოში სხვა ვითარება, სხვა პლუსებია. ცხილო აფხაზეთში სხვა პლუსები მინუსებია. ანუ როგორ არ დაუშვას აფხაზის მოსახლეობაში ინტერესის გაჩენა ევროპის მიმართ, ნატოს მიმართ, ევროპის მიმართ, ევროპული ორიენტაციის მიმართ და აქ გამომდინარე წინასწარ ცდილობს რაღაცა შექმნას რაღაც გარკვეული წინაპრობებისა, რათა ეს მოხდა აფხაზის საზოგადოების ინტერესის დასმოსაკე რომ რაც შეიძლება გაუწუდეს მას ეს ნაბიჯი. და თქო, სერიოზული გამოწვევა აფხაზის საზოგადოებისათვის. ჩვენ მახსოვს დავეხმაროთ მათ რომ ეს იყოს იური, მაგრამ ეს არის რუსეთის რეაქცია საქართველოს მოძრაობისაკენ დასავლეთში. ანუ საასახადო კაპიტული მოძრაობა ნატოში, საასახადო კაპიტული მოძრაობა ევროპისაკენ, ეს არის ერთადერთი გარანტია რომ ჩვენ თავს გადავარჩენთ. და აფხაზეთის უნდა ხელშეუწყოთ მათ მიიღონ ახალი შანსები თავიანთი პერსპექტივებისა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიმაჩნია რომ ეს მოვლენების საფუძველი ვითარდება, მაგრამ არა მანდამაინც ჩვენ საწინააღმდეგო და ჩვენ კარგად ვისწავლოთ სადაა ჩვენი ინტერესი და ეფექტურად გამოიყენოთ მისი რეალიზაცია. ნატოს სამსახატო ბლოკი ითქვა და მე ვთქვი რომ სამსახატო არა სამსახატო ბლოკი, სამსახატო პოლიტიკური ბლოკი, ასეც ქვია. ასე რომ უნდა გამოიყენოთ სამხედრო, ისე პოლიტიკური, სწორედ ბოლო ალიანს ბოლო სწორედ ამ სამიტმა უელსში აჩვენა რომ ნატოს გენდივანმა ცოტა ყოფილება გამოთქვა, რომ უფრო მეტად პოლიტიკური გავხდით და ვიდრე სამხედრო. და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს რომ გაზარდონ ბიუჯეტი და მეტად გაიხსენონ თავისი წარმოშობის თუ შეიძლება ასეთოს ღირებულებები. ასე რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ორი კომპონენტი, არა მარტო უსაფრთხოება, არამედ განვითარება პოლიტიკური და დემოკრატიზაციას. ამიტომ მე მგონი რომ გვაქვს რესურსები, რათა ყოველი ნაბიჯი დროულად გადავდგათ და ჯერჯერობით შესაძლოა დაგვიშვი გამართულებით. და რანაბიჯად გავთ იმისთვის რომ მოხდეს რეალური შედგება, თავდაპირველად ნაბიჯი არის ის რომ შეავყავთ რეალურად ნამდვილად რეალობა როგორც არის ისეთი არ დავუშვათ შეცდომები, რაც ყველაზე მეტად აწყვეტს რუსეთს თქო უნდა, ეს არის რუსეთი მუშაობს მოწინააღმდეგე შეცდომებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ამაში კარგად გავაკეთეთ, რომ კარგად პაულობს და უკვე გადააგდო ნახეთ რამდენიმე რაღაც ფრაზა ყაზახეთზე, ხო? რაღაც რამდენიმე ფრაზა მოისოლა ბალტიისპირეთზე, სადაც რესურსები გააჩნია, იქ ცდილობს რაღაც ნაპრალი შექმნას, მე ამ ნაპრალში უკვე რა გაგუწილოთ ან ჩასვლას და გახეთქოს. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი. ყველაფერი და ჩვენ საბჭოში ძალიან მწარე გამოსვლება გვაქვს. ჩვენი სამოსოს სულ გამოსვლება გვაქვს. საბჭო ჩვენ საკუთარი გამოსვლება და ამ ჩვენ კარგად მოვხდით ხელი დამწვარი და თუ ეხლა მე კონკრეტულად შეესწავლები რა თქმა ჩვენ ამ ის განაყოფში შესაბამისად მე ვთვლი რომ თავი ნაბიჯები არის ის რომ ჩვენ ფონიურად ხედავთ რა ხდება არ უყურებთ არ თვალებში და პატრიოტიზმს არ ვეძებთ ვიცით კარგად ვინაა რუსეთი ვიცით კარგად ვინ არის პუტინი და შესაბამისად ვცდილობთ ის დისტანცია გქონდეს რაც გვაქვს საშუალებას რაღაც გარკვეული თუნდაც ქორეოგრაფია შევქმნათ ისეთი რომელიც ეხლა ფეხს ადავაკეთებთ ანუ ძალიან მნიშვნელოვანია საკმაოდ საოცრებელი არა მაგრამ ეს დამკვარსებელს სხვა ცეკვები. ანუ შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ხედავთ მოწინააღმდეგე ჩვენ ხედავთ პოტენციალურ საფრთხეს და აქედან გამომდინარე ის მოქმედებთ რომ საფრთხეს კი ვხდით არამედ ამ საფრთხების შეცვლებაზე მუშაობთ. ამიტომ ეს არის თავარი ამოცანა. მე ვეთანხმები იგივე კაპიტალიზმის რუსეთი ფაქტორია მნიშვნელოვანი წამყვანი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია აფხაზ ოსეთთან საუბარი ურთიერთობები, რათა შევასრულოთ რუსული ფაქტორი და არა გავაძლიეროთ არ გვამელაპარაკებით თქვა. ამიტომ მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთი 100% თქვა 80%, იმიტომ რომ მე ნაკლებად ვთქვი 70, მაგრამ დანარჩენი 20 იქნება, 5 იქნება, 40 იქნება, ეს არის აფხაზურ სასამართლოთან კონტაქტები და ყველა თუ ხარ გონიერი ადამიანი და პოლიტიკოსი ვალდებული ხარ, რამოდენიმე ამოცანა ერთბაშას შეასრულო და არა მხოლოდ ჯერ ერთი, ჯერ შევალ ნატოში, მე დავლაპარაკები რუსეთს, მე დავლაპარაკები აფხაზებს, ესე არა. ყველა ნაბიჯი ჭაჭადრაკი უნდა იმოძრავო ერთდროულად სინქრონულად და სადაც გამოვიდეს იქ სენსაციო პოზიცია სასაკამოძე გაჩერდა და ასე შემდეგ იმოძრავო. ჯერჯერობით მე მგონი ჩვენ გავაკეთე. დიდი მადლობა ჩვენ გვაქვს დაახლოებით 4 წუთი იმისათვის რომ ქალბატონებსაც უსმინო და რადგან აუდიტორიიდან არ იყო კითხვა მე ვსარგებლობ ამ მომენტით და მე მაქვს თქვენთან ესეთი კითხვა
ჩვენ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც დაიყვანება რუსეთამდე ალბათ პრობლემების სათავესაც არის შეიქმნას ოდესღაც გამოსავალ სხვა პრობლემებიდან. მეც როგორც მოქალაქეს და როგორც პატრიოტს მეც ძალიან მაგაზიანებს ქვეყნის უმაღლესი სამართლის პირების ამბივალენტური განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა გამოსავალი აქვს ამ მთავრობას ისეთ არაპროგნოზირებად მტერს, როგორც არის რუსეთი, არა ამბივალენტური პასუხი გასცეს, აქვს თუ არა შესაძლებლობა რეალურად და კიდევ ერთი ასევე ძალიან მაგაზიანებს ის რომ ვუყურებთ უკრაინას და რუსეთს და ესე იგი ველოდებით იმ დროს როდესაც ჩვენ სადღაც გავუძვრებით და რაღაც არ მინდა ისეთ მაგრამ ხეილსაც ვნახავთ ამ კონფლიქტით და იმით რომ ესე იგი რუსეთის სახე ასე ვთქვათ რუსეთის სახე ყველამ დაინახა და ესე შემდეგ ეს მორალური საკითხი არის ხო ასეა მაგრამ არის თუ არა მორალის და ეთიკური სტანდარტების ადგილი პოლიტიკაში ხო რეალისტურად რო შევხედოთ გვითხარით თუ შეიძლება რისი შესაძლებლობა აქვს სინამდვილეში ქართულ სახელმწიფოს რა ინსტრუმენტები უყრია ხელთ რომ ესე კრიტიკულად გამოვდივართ და მოვუწოდებთ რომ შეცვალოს პოლიტიკა მადლობა დაახლოებით იგივე კომენტარები ეკეთება მინდოდა რაც თქვენი კითხვა მინისტრების გამოსვლაზე პირველ რიგში გავაკეთებთ დაგხვას რომ სამწუხარო არა დღეს კიდევ პირის შემდეგ მას შემდეგ რაც უკრაინამ სწორედ მაგალითი გვანახა იმისა რომ არანაირი შეცდომა არ ჭირდება რუსეთს იმისთვის რომ თავისი ის წესრიგი მიიყვანოს ბოლომდე ყველაზე უხეში და საერთაშორისო სამართლის დარღვევის და სასტიკი გზით ამის ფონზე ჩვენ კიდევ საუბრობთ რომ რაღაცა პროვოკაციას წამოვეგე და მთავარია პროვოკაციას არ უყვეთ ეს იმიტომ კი არ მაწუხებს რომ ვიღაცას ბრალდება რაღაც პროვოკაციაში ჩართვა 2008 წელს მაწუხებს იმიტომ რომ შეფასება ჩვენი ამ კონფლიქტის როგორც ჩვენი წამოგება პროვოკაციაზე სრულიად განსხვავებულ სამართლებს საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში გვაყენებს ჩვენ ვიდრე დღეს ვიმყოფებით და ეს არის ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო მაგრამ არ მინდა ამ აიქრობაში შესვლა ამაზე არაერთი საჯარო საუბარი ყოფილა პირიქით მე მინდა დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა ჩემი მხრიდან კონკრეტული რეკომენდაციებით რა შეიძლება გაკეთდეს მათ შორის იმ საკითხზე რა თქვენ თქვით მე არაფერი არ მაგიზიანებს ანუ მორალურ საკითხებზე არ თვლი ჩემ თავს ვთქვათ მიქცე უფლება შემიძლია რომ ვინმეს უთხრა რაღაც არის ამორალური და ესე ნუშვები ანუ რუსეთი გალანძღე თორე შენ ხარ ცუდი ეს არ არის ჩემი ამის უფლებას ვერ მიცემ ჩემ თავს მოკლედ ვთქვათ მე მაწუხებს და პრაგმატული გათვლა იმისა თუ რა მოაქვს უკრაინაზე ჯერ ერთი უკრაინიდან დისტანცირებას და მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს მთლიანობაში მიუხედავად თავრობის ნაწილის წევრების ამ თემაზე თამამი განცხადებებისა მთლიანობაში ვიზიტების რაოდენობა განცხადების სიმწვავე და ასე შემდეგ რო გავაანალიზოთ ეს არის დისტანცირება ეს ერთი მეორე მე პრაგმატულად მაწუხებს და არ მაგიზიანებს ის რომ ჩვენ არ ვსაუბრობ მაგალითად ძალიან კონკრეტულ მაგალითს გეტყვით როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფება ბერლინში და აფხაზეთში ხდება ის რაც ხდებოდა მაისში ის ამას ეძახის იქ საერთოდ არ ასახავს და მე ეძახის შიდა გადატრიალებას შიდა საკადრო გადატრიალებას იმიტომ რომ არ გავაღიზიანოს რუსეთი ნუ გავაღიზიანებთ რუსეთს ნუ დავძახებთ მას ლილი პუტინს ნუ ვიტყვით რომ ახალწელს შევხვდებით აფხაზეთში სოხუმში მაგრამ ის პრინციპული სამართლებრივი საკითხები რაც არის აუცილებელი ეთნიკური წმენდა ოკუპაცია სწორედ რომ რუსეთის მხრიდან აი ყირიმა კიდევ აჩვენა რომ ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო თუ ვინმეს კითხვა აქვს ამაზე კიდე დარჩენილი აუცილებლობა იმისა რომ აფხაზეთი და ყირიმი ერთიანად იყოს განხილული სანქციებში და ეს კონკრეტული შესაძლებლობა რეზოლუციებში სანქციებში ერთიანი სამართლებრივი რეჟიმის შექმნა ამ ორი ტერიტორიის მიმართებაში ევროკავშირის დღეს გააქტიურება კონკრეტულად აფხაზეთის ტერიტორიაზე ეს არის ის ამოცანები რომლებიც სწორედ ამ საჯარო და საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენების გარეშე ერთია რასაც ბატონი ბარდა მუშაობს და მჯერა რომ მუშაობს შიგნით კაბინეტში შიგნით არაფორმალური ხაზებით მეორეა მნიშვნელობა პრემიერ-მინისტრის თუ საგარეო მინისტრის სპეციალური საჯარო განცხადებისა რაც ქმნის საერთაშორისო დონეზე ეს ერთი მეორე და ბოლო როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ გერმანია სწორედაც გაერთიანდა ერთი ელემენტია ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ რომელიც ადასტურებს აი იმ მომენტს რომ რუსეთის ზეწოლის გარეშე არ გამოვა დასავლეთ გერმანია იყო ნატოში და საბჭოთა კავშირი რომ არ ყოფილიყო ნატოში კაცმარიცის როგორ განვითარდებოდა და პლუს რო არ დამგრეულიყო საბჭოთა კავშირი კაცმარიცის ანუ იქ ორმხრივი პროცესი იყო და პრინციპულად ორმხრივია ჩვენსაც ერთის მხრივ ამ ორ გაყოფილ საზოგადოებებს შორის კონტაქტი რაც აუცილებელია ბუნებრივია და მეორეს მხრივ იმ პოლიტიკური პრობლემის მოხსნა ზეწოლის და საერთაშორისო კონიუნქტურის შექმნის გზით რომლის გარეშეც რაც უნდა მე აფხაზ თავი შევაყარო ბრიუსელში ვახშმის დროს
გამორიცხულია რომ ამ შედეგი მოიცანოს. ამ ორივეზე პარალელურად თუ არ ვიმუშავეთ და დღეს არის ეს მომენტი, ევროკავშირთან დღეს არის სამუშაო, რომ გახსნას კომუნიკაციის ხაზი, თუნდაც ის აუხსნას, რაც ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება, რა ვაჭრობის შესაძლებლობასთან. ეხლა უნდა გახსნას. დახურულია ეს საზოგადოება. ეხლა უნდა დაიწყოს ევროკავშირმა განსაკუთრებული ზეწოლა რუსეთზე, რომ მაგალითად შეუშვათ UMM-ი. თუ UMM-ი არა, სატელიტური ის დავაყენოთ მონიტორინგი იმ ტერიტორიაზე. კონკრეტული აქტიურად უნდა საუბრობდეთ ამაზე, მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნალზე, იმისთვის, რომ აი ამ შედეგს მივახცეთ და არა მხოლოდ ის პოლიტიკა გქონდეს, რომ შეგვეშინდეს რუსეთი არ გაბრაზდეს, ტანგოში ფეხი არ დაგაყენოს. ძალიან დიდი მადლობა ყველას მოგზაურობისთვის და დიდი მადლობა მომხსენებელს საინტერესო